თითქმის 2 წლიანი ლოდინის შემდეგ 74 ეკომიგრანტს თამარის დასახლებაში მათთვის აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ. ხელვაჩაუს და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტების ბინის გასაღები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარჩილ ხაბაძემ გადასცა. კორპუსის ბინადრების სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ შეარჩია. ეკომიგრანტებს ფართები კერძო საკუთრებაში გადაეცათ. ორი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი 2010 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს. 2008 წელში მეწყერმა დაგვაზარალა, იმის შედეგად იქ აღარ იცხოვრებოდა არაფერი და დედამთილის სარდაფში ვცხოვრობდი, დღემდე იქანე ვარ. და ღმერთს მადლობა, რომ ახალმა მთავრობამ შეგვიცოდა თუ რაღაც იყო, ბინის პატრონი გაგხადა და კმაყოფილიც ვართ. ჩვენ თავიდანვე ვამბობთ, რომ ეს იყო განკუთვნილი ხელვაჩაუს და ქობულეთის ეკომიგრანტებისთვის და დღეს 75 ოჯახი შესახლდა ერთად ამ ორ კორპუსში. კიდევ მინდა გითხრათ, რომ პარალელურად ამისა ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ. წელს მიმდინარეობს ხელვაჩაუსში კიდევ 50 ბინის მშენებლობა, პარალელურად აუცილებლად დავგეგმავთ ქობულეთში, მომავალი წლიდან რომ დაიწყოს სოციალური სახლის მშენებლობა ქობულეთის ეკომიგრანტებისთვის. შექმნილი არის სამთავრობო კომისია, შემდეგ სამთავრობო კომისია რეკომენდაციას უწევს იმ ოჯახებს, ვინც არის სტიქიის შედეგად დაზარალებული და ადგილზე არ შეიძლება სახლის მშენებლობა და შემდეგ გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილება და სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით უკვე გადაეცემათ ეკომიგრანტებს საკუთრებაში.